ყირგიზეთში ჩამოსხმული ქინძმარაული ბიშკეკსა და სხვა ქალაქებში ადგილობრივმა კომპანიებმა ქართული ღვინის წარმოება დაიწყეს, რომელზეც მითითებულია, რომ ღვინის ეს სახეობა სტალინის საყვარელ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნეოდა. ლევან ჩხაიძე არკვევდა, რომელ ბაზრებზე შეიძლება მოხდეს ყირგიზული ქინძმარაული და რა ღონისძიებები ტარდება ქართული ბრენდების ფალსიფიკაციისაგან დასაცავად. სტალინის საყვარელი ღვინო $3. ამ განმარტებით ქართული ქინძმარაული ყირგიზეთის ბაზარზე საკპატენტის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული ქართული ბრენდები ყირგიზეთიდან შესაძლოა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც მოხდეს. განსხვავებული ფერი, გემო და დაბალი ხარისხი. ამ თვისებებით გამოირჩევა ყირგიზეთში ჩამოსხმული ქართული ბრენდი. გარდა ამ თვისებებისა, სერიოზული სხვაობაა ფასშიც. ყირგიზეთში საქართველოდან შესული ქინძმარაული $15-მდე ღირს, რაც ქართულ მწარმოებლებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ღვინის მარკას კი საფრთხეს უქმნის. ბოლო პერიოდში, რაც რუსული ბაზარი გაიხსნა ქართული ღვინისთვის, უფრო მოიმატა ამ წარმოებამ, ვინაიდან რეალურად არის იმის საფრთხე, რომ ეს დასახელების ღვინო მოხდეს რუსულ ბაზარზე, ასევე საფრთხე არსებობს, რომ ჩინურ ბაზარზედაც მოხდეს ეს. თავისთავად შეიძლება ყირგიზული ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თქვა რუსულ ბაზარზე და ჩინურ ბაზარზე მოხდეს ეს პროდუქცია, შეიძლება რეალურად გარკვეული პრობლემები შეექმნას ქართულ დასახელებს. რაც თავარია, მე მომხმარებელში იწვევს ეს პრობლემას, რომ თქვა ნდობა იკარგება ამ დასახელების მიმართ, იმიტომ რომ თქვა თუ არსებობს რამოდენიმე სახის ქინძმარაული და ძნელი გასარჩევია, რომელია ნამდვილი, უკვე მომხმარებელი ერიდება ასეთი პროდუქციის შესყიდვას. კომპანია თვილღვინო ერთ-ერთია იმ წარმოებლებს შორის, რომელსაც ქართული ბრენდები ყირგიზულ ბაზარზე შეაქვს. თვილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რაც ფალსიფიკაციის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის. ეს სერიოზული პრობლემა არის ზოგადად, იმიტომ რომ რაც არ უნდა მცირე იყოს ბაზარი და მცირედ იყოს წარმოდგენილი ნებისმიერი მსგავსი მაგალითი უარყოფითად აისახება როგორც ქართული ღვინის რეპუტაციაზე, ისე მის გაყიდვებზე, იმიტომ რომ საბოლოო მომხმარებელს უჭირს რომ განასხვაოს ეს ნამდვილად არის საქართველოდან შეტანილი თუ არა. კახური ტრადიციული მეღვინეობა ყირგიზეთის ბაზარზე არ მუშაობს, თუმცა კომპანიის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცეში ხორციელდება. ზურაბ ჩხაიძის თქმით, სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცე წარმოადგენს შედარებით დაუცველ გარემოს ფალსიფიკაციისთვის, რასაც კომპეტენტურმა სტრუქტურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. რა თქმა უნდა, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ქვეყნებში ინტერესი იქნება ისეთ ბრენდებზე, როგორიც არის ძვირიანი ბრენდები, მაგალითად ხვანჭკარა, ქინძმარაული. და ეს რეგისტრაცია, ჩვენ როგორც გვქონდა ინფორმაცია, რომ უკვე არის დარეგისტრირებული, ანუ არის პროცესში, ხოლო ის რომ ყირგიზეთში დღეს არის აღმოჩენილი ფალსიფიცირება, რა თქმა უნდა, ეს ამის მოლოდინიც და ალბათობა დიდია. ამისათვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს სამსახური და სათანადოდ უნდა მიიღოს ზომები, რამე თუ იქნეს დარეგისტრირებული ეს გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქართულ მწარმოებლებს პრობლემა უახლოეს თვეებში მოეხსნებათ, რადგან საკპატენტს მაღალი რისკების ბაზრებზე ადგილწარმოშობის დარეგისტრირებაზე სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს. სადაც ცნობადობაა, იქ ყოველთვის არის ბუნება, რომ მოხდეს ქართული ღვინის სახელების გაყალბება. ყირგიზეთის სახელმწიფო თანახმაა, რომ ეს ღვინოები ამოიღოს და გააფრთხილოს მკაცრად მწარმოებლები, რომ ამაზე შეწყვეტონ ასეთი პრაქტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ სწორი იურიდიული საფუძველი ყველა ქვეყანაში და პირდაპირ რეგისტრაციების გზით დაცული იყოს ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებები. იცით, რომ ასეთი პროცესი უკვე დასრულდა ყაზახეთში, პროცესი მიმდინარეობს უკრაინაში, ბელორუსში, რუსეთში. დსთ-ის სივრცეში პროცედურების დასრულებამდე კი ქართველი მეღვინეებისთვის ყველაზე დაცული ევროკავშირისა და ამერიკის ბაზრებია. ქართულმა მხარემ ევროპასა და ამერიკაში ღვინის სერტიფიკატებისა და დაპატენტების საკითხებზე მუშაობა უკვე დაასრულა.